უკვე საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე შემოგვიერთება. მოგესალმებით ირაკლი, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორც მაყურებელმა იცის, მსოფლიო ბანკის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის მიერ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში საუკეთესოდ დასახელდა. მოდით პირველ რიგში რა აქვსათ მაყურებელს, აი რა ფაქტორებმა გამოარჩია თქვენი სააგენტო და თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები. თია მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მადლობა ჯართვისთვის. ჩვენი კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რამდენიმე მიმართულებით და მათ შორის, რა თქმა უნდა, ფარმაციის кейსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, როგორც მონიტორინგის, ასევე მოკვლევის კუთხით, მსოფლიო ბანკის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის მიერ შეფასებული იქნა ორ ნომინაციაში საუკეთესოდ. მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, მსოფლიოში კონკურენციის საერთაშორისო ქსელი აერთიანებს 160 ქვეყანას, რომელსაც კონკურენციის უწყება და კონკურენციის სამართლის შესაბამისი აღსრულება გააჩნია და აღნიშნული ორგანიზაციის პარტნიორი არის მსოფლიო ბანკი, რომელიც ყოველწლიურად აფასებს სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულ გადაწყვეტილებებს კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების კუთხით. მიმდინარე წელს ჩვენ მქონდა ორი ძირითადი მიმართულება და ორი ძირითადი ნომინაცია, სადაც ჩვენი უწყება მონაწილეობდა. პირველი ნომინაცია ეს იყო მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდისთვის მდგრადი კონკურენტული პროცესის მხარდაჭერა და ასევე კონკურენციის მეორე ნომინაცია კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების აღმოფხვრა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით. ამ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა ერთ-ერთმა кейსმა, რომელიც უკავშირდებოდა ფარმაციის მიმართულებას. თქვენ მოგეხსენებათ და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თქვენი ეთერიშიც, რომ ჩვენ მქონდა მონიტორინგი ფარმაციის ბაზრის, სადაც 13 რეკომენდაცია იქნა გაცემული და ამ 13 რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ეტაპობრივად დაიწყო სიღრმისეული რეფორმების გატარება, რამაც კონკრეტული შედეგები მოიტანა. ამის შემდგომ იყო ასევე ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა ონკოლოგიურ მედიკამენტებთან მიმართებაში და შესყიდვის სახელმწიფოს მხრიდან შესყიდვის პროცესში 4 კომპანიას შორის შეთანხმებულ ქმედებას, რაც ჩვენს მიერ იქნა გამოვლენილი სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და აქაც შედეგები ცნობილია ის, რომ 4 კომპანია შესაბამისად იქნა სანქცირებული, რადგანაც ჩვენს მიერ ეს შეფასებული იქნა როგორც შეთანხმებული ქმედება. თქვენს კითხვაში ახსენებს და მე გეტყვით, რომ რატო იქნა გამორჩეული მსოფლიო ბანკის მხრიდან ფარმაციის кейსი განსაკუთრებულად. ეს არ იყო მხოლოდ შეფასების კუთხით, როგორც გადაწყვეტილებები ან რეკომენდაციები, რომელიც რეკომენდაციებთან გადაწყვეტილებებად დარჩა, საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულმა ნაბიჯებმა და რეფორმებმა გავლენა მოახდინეს მოსახლეობის, პაციენტების მდგომარეობაზე და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებაზე. ანუ რას გულისხმობს ეს? გაცემული რეკომენდაციებიდან არაერთი თემა იქნა იმპლემენტირებული, მათ შორის იგივე რეფერენტული ფასების შემოღება დაახლოებით 7500 მედიკამენტზე, ხარისხის სტანდარტების შემოღება, ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტების შემოღება, რამაც მოსახლეობას გაუჩინა არჩევანი თუ ადრე მხოლოდ სავაჭრო ნიშნზე ხდებოდა ორიენტირება და მხოლოდ ესე რომ ვთქვათ მიზანმიმართულად ერთი სავაჭრო ნიშნის არჩევის მიმართულებით ხდებოდა გარკვეული გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა სხვადასხვა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, რომელმაც შედეგად მოიტანა ის, რომ როგორც მსოფლიო ბანკი ამ кейსის შეფასებაში და აღწერაშიც აღნიშნავს, რიგ მედიკამენტებზე დაახლოებით 40-45%-ით იქნა ფასები შემცირებული და რაც საბოლოო ჯამში აისახა იმაში, რომ მოსახლეობამ ყოველწლიურად დაახლოებით 75 მილიონი დოლარის დანაზოგის გაკეთება შეძლო მედიკამენტებზე სამართლიანი ფასების მიღწევის მიზნით. ან კონკრეტული შედეგიდან გამომდინარე მოხდა ამის შეფასება, იმ იმ ნაბიჯების შეფასება, რომელიც კონკურენციის სააგენტოს გადადგა. კი ბატონო. კი ბატონო, ერთია რომ ჩვენმა უწყება მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები, მაგრამ შემდგომ საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული და საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმამ, როგორც კონკურენტულ გარემოზე, ასევე მოქალაქეებზე და პაციენტებზე იქონია მნიშვნელოვანი გავლენა და შესაბამისად ეს იქნა შეფასებული როგორც გარემოს გაუმჯობესების და პოზიტიური პროცესის ძირითად მიმართულება. რას ნიშნავს ეს აღიარება მაშინ, როდესაც საერთაშორისო პოლიტიკური აქტორები კრიტიკით გამოირჩევიან რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენი მისამართით?
მე ვფიქრობ, ეს ანიშნულოვანი აღიარება არა მხოლოდ ჩვენი უწყების, არამედ ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, ჯანდაცვის მიმართულებით და მე მეორე ნომინაციაც ვახსენე, სადაც ასევე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით ჩვენს მიერ 4 კომპანიას შორის გარკვეული შეთანხმებული ქმედების აღმოჩენა მოხდა და ესეც იქნა საკმაოდ მნიშვნელოვნად შეფასებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კონკურენტული გარემოს მიმართულების და აღსრულების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება და ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს ამ შემთხვევაში ფარმაციის სექტორში, მსოფლიო ბანკის მიერ მიჩნეულია როგორც პოზიტიურ მიმართულებად და მოქალაქეებზე პოზიტიური გავლენის ქონად. ამიტომ ეს ვფიქრობ 160 ქვეყანას, რომელიც გაერთიანებულია ამ კონკურენციის საერთაშორისო ქსელში და ამ ქვეყნებს შორის გამორჩევა საქართველოში მიმდინარე ამ გადაწყვეტილებების ვფიქრობ, რომ საკმაოდ პოზიტიურია მსოფლიო ბანკის მხრიდან და მთლიანობაში ხაზს უსვამს, რომ ჩვენს ქვეყანაში რეფორმები აბსოლუტურად პოზიტიური მიმართულებით მიმდინარეობს. გაცემულმა რეკომენდაციებმა რა შედეგი გამოიღო, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ეხლა გვაინტერესებს თუ ემატება ახალი რეკომენდაციები. თუ გაქვთ გეგმაში? რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ გავეცით, მათი დიდი ნაწილი, ანუ 13 რეკომენდაციიდან დაახლოებით 8 რეკომენდაცია სრულად და ერთი მათგანი ნაწილობრივ შესრულების პროცესია. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მე მიმაჩნია, რომ იყო რეფერენტული ფასების დაწესება, იმიტომ რომ რეფერენტული ფასების დაწესება მნიშვნელოვნად მოახდინა გავლენა ფასებზე და უზრუნველყო სამართლიანი ფასწარმოქმნა რიგ მედიკამენტებზე ქვეყანაში. პროცესი გრძელდება მთლიანობაში, იმიტომ რომ ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები იყო 2 რიგის რეკომენდაციებად, სადაც პირველი რიგის გადაწყვეტილებების შემდეგ ეტაპობრივად უნდა მოხდეს გარკვეული პროცესების თანმიმდევრულად განვითარება. ჩვენ გარდა ამისა, მონიტორინგის შედეგების შემდეგ ბუნებრივია ვახდენთ შეფასებას, გავლენის შეფასებას აღნიშნული გადაწყვეტილებების ფარმაციის ბაზარზე. ამ დროისათვის გვაქვს ერთი მოკვლევა, რომელიც 8 კომპანიის შემთხვევაში და 14 მედიკამენტის მიმართულებით უკავშირდება ჭარბი ფასის კვლევას, ანუ არსებობს თუ არა ჭარბი ფასი აღნიშნულ მედიკამენტებზე და ეტაპობრივად ამ კვლევის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით და უფრო სამართლიანი ფასების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა გარკვეული გადაწყვეტილებები, ბუნებრივია ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს პარლამენტთან აქტიური კონსულტაციების შედეგად აღნიშნული რეკომენდაციების დამუშავებას მოვახდენთ. ამიტომ ეს არის პროცესი და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უწყება განგრძობითად აკვირდება და შესაბამისად კონკურენტული გარემოს განვითარებაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების და გავლენის მოხდენა შეგვიძლია. მადლობთ. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ასეთი იყო მოვლენთა ქრონიკა ამ დროისთვის. გაიცანეთ ყველა სიახლეს იმედი ნიუზ